სურსათის ფასები, წარმოების ხარჯები და საცალო ქსელებთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. მთავრობის საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების პირობებსა და იმ ბარიერებს, რომელიც ექმნებათ და რაც საბოლოო ჯამში ფასების ფორმირებაზე ახდენს გავლენას. შესაძლებელია თუ არა ფასების შემცირება არსებული სისტემის ფარგლებში, თუ არა რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო. თემას სტუმართა ორფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიის MCB ჯორჯიას ხელმძღვანელთან ალექსანდრე რატიშვილთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. ძალიან მიხარია რომ თქვენ დღეს ხართ ბიზნეს პარტნიორის სტუმარი და გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მწარმოებლებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შედგა ამ საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადების ავტორი ბრძანდებით და პირდაპირ თქვით, რომ ის რაც აქამდე ხდებოდა და რაც ეხლა ხდება რეალურად, ეს სისტემა არის შესაძლებელი. სხვაგვარად ქართულ წარმოებას განვითარების პერსპექტივა არ ექნება. რა არის მთავარი სათქმელი ამ შემთხვევაში თქვენი იმ ადამიანის, რომელიც უკვე წლებია ქართულ ბაზარზე იმ კომპანიის ხელმძღვანელისთვის, რომელიც უკვე წლებია და იმ ადამიანისთვის, რომელიც მთელი ეს წლები ბიზნესში ხართ და პრაქტიკულად ყველა ძალიან ბევრი ხელისუფლება გყავთ ამ პირობებში გამოცვლილი. თქვენ ახსენეთ გუშინ, რომ მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ ვინმეს სამთავრობო დონეზე ასეთ დეტალურად ჩაძიებოდა ამ პრობლემასო. პრობლემის არსი და მე ვისაუბრობთ რატომ გაქვთ მოლოდინი რომ ეს სისტემა შეიძლება შეიცვალოს. მოგესალმებით ქალბატონო მაია და ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის ჩემს მისამართით და კეთილი იყოს ჩემი ფეხი პირველად ვარ განახლებული პირველი არხის საზოგადოებრივი მოძღვრის შენობაში და ეთერში. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვისაუბროთ და განვიხილოთ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ძალიან ცლად ვერ ვისაუბროთ, მაგრამ ძირითად აქცენტებს თქვენთან გავაკეთებთ. ეს საკითხი დგას ქვეყანაში, არაერთი წელია ეს საკითხი დგას ქვეყანაში და ამ საკითხს, ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება მოგვარება. მაგრამ ეს იმდენად კომპლექსური და რთული საკითხია, რომ ეს ერთი ხელის დარტყმით, ერთი გადაწყვეტილებით, ან ერთი რაღაცა გარკვეული რეგულაციის შემოღებით ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება იმდენად, რამდენადაც თვითონ ეს საკითხი შედგება არაერთი კომპონენტისგან, არაერთი ფაქტორის ერთობლიობისგან, რომელიც განაპირობებს საბოლოოდ იმ სურათს, რაც დღეს გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ფასები გვაქვს საკმაოდ მაღალი. დიახ, მე ხშირად მიწევს და ალბათ თქვენს საზღვარგარეთ განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და ნამდვილად ესეა რაც პრემიერმა ბრძანა მის ამ ინტერვიუს გარეშე ძალიან კარგად ვიცოდი და დიდი ხანია ჩვენც ამას აღვნიშნავთ. მოდით მივყვეთ იმ ფაქტორებს და მოკლედ მიმოვიხილოთ რა განაპირობებს ამას. რა არის ფასი ზოგადად, ხო? ფასი არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ასე ვთქვათ, საბოლოო ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყანაში რა ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება, ესა თუ ის ხელისუფლება, რა ტიპის ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემებში და იმ ქვეყანაში, სადაც ეს ყველაფერი ხდება. სამწუხაროდ 35 წელია საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დღემდე ძალიან რთულია განსაზღვრო პროფესიონალ ეკონომისტებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მთელს მოსახლეობას, თუ რა ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს ქვეყანა. მას შემდეგ, რაც დასრულდა საბჭოთა კავშირი, გარანტირებული ბაზარი, უკონკურენციო ბაზარი და შევედით გლობალური კონკურენციის პირობებში. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც არანაირი გამოცდილება, არანაირი ცოდნა, არანაირი ხედვა თუ რა არის კონკურენტული ბაზარი და როგორ უნდა იმოქმედო ამ ბაზარზე, რასაკვირველია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე არ ქონდა. ქვეყანას გულისხმობ მის მოსახლეობას, როგორც ეკონომისტებს, ისე მეცნიერებს თუ ზოგადად მთელ მოსახლეობას, ჩვენ არ ვიცოდეთ ეს რა არის. და უცბად აღმოჩნდით ამ კონკურენტულ ბაზარში. მაგრამ შეგუების პროცესი ცოტა გაგვიხანგრძლივდა, ამასაც ვიტყვი და ამაში ყველა ხელისუფლება დაწყებული პირველიდან დამთავრებული დღემდე თავის წილ შეცდომების წილს ატარებს, რა თქმა უნდა, და დღეს გვაქვს ის, რაც გვაქვს. პირველი მოდით თანამედროვეობით ვიყვეთ, არა აქვს მნიშვნელობა პირველი პრიორიტეტი და მეორე პრიორიტეტი, განვიხილოთ ძირითადი ფაქტორები, ხო? 35 წლის მანძილზე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ქვეყანა, რომელიც ძალიან ინდუსტრიალიზებული იყო საბჭოთა კავშირის დროს, აღმოჩნდა სრულებით დეინდუსტრიალიზებული, სრულებით განადგურებული ეკონომიკით და დღემდე ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა.
ანუ ჩვენ ძალიან ცოტას ვაწარმოებთ და 80% ჩვენი მოხმარებული საქონლის გვაქვს იმპორტირებული. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია სწორედ იმ სფეროში, რომელსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, ეს არის სასურსათო და კვების პროდუქტებს აცახება. ეს არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ თავი მოგვაქვს ყოველდღიურ საუბრებში, განხილვებში, სუფრებთან, ბატონო, ჩემო მოგეხსენება ძალიან გვიყვართ, რომ ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს იდეალური პირობები, გეოგრაფია, კლიმატი, ნიადაგები, მაგრამ საუბედუროთ დღემდე ჭამთ თურქულ კარტოფილს, ჩინურ ლობიოს, უზბეკურ ნიოს და ასე შემდეგ, არ გავაგრძელებ. რატომ ხდება ეს, ხომ? ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ თუ ასეა, ერთ-ერთი ფაქტორი დავიწყოთ ფასების განხილვა ის არის, რომ ჩვენ შემოგვაქვს ისეთი პროდუქტი იმ ფასებით და იმ პირობებით, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. სხვა ქვეყნებში რაც ხდება, იქიდან გამომდინარე, რა ფასიც ფორმირდება ამა თუ იმ პროდუქტზე, იმ ფასად შემოგვაქვს. შესაბამისად, ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი, როგორ ხდება იმ ქვეყნებში ამ პროდუქციის წარმოება და შევადაროთ საქართველოს წარმოებას. საქართველოს დარჩა დღემდე უიმპორტ დამოკიდებული თქვი, მაგრამ ძალიან პატარა ბაზრის ამარა, ხო? სულ 3.800.000 კაცი ცხოვრობს, თუნდაც 4 მილიონი ვთქვათ. ინდუსტრიის განვითარება ესეთი პატარა ბაზრების პირობებში არის წარმოუდგენლად რთული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვარ გლობალური კონკურენციის პირობებში და ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი თუნდაც შორეული ქვეყნები, საიდანაც საქონელი შემოგვაქვს, ჩვენთან შედარებით მათი წარმოება, მათი თვითღირებულება გამომდინარე ერთეულზე ანგარიშებული პროდუქციის წარმოებაზე ფასებიდან განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში თვითღირებულების როგორიც არის ფიქსირებული ფასები შეუდარებლად უფრო დაბალია გამომდინარე იმ ბაზრის ზომებიდან სადაც ისინი ოპერირებენ და სადაც მე რო ეხა გავაკეთო რაიმე დარგის მიმართულებით რამე ქარხანა ან წარმოება მე რა დამიჯდება ერთეული პროდუქციის წარმოება შესაბამისად ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვერ ვავითარებთ ესე ადვილად ადგილზე წარმოებას, იმიტომ რომ კონკურენცია გვერდზე მეზობელი ქვეყნებია, თურქეთი უზარმაზარი ქვეყანა, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანა, ჩინეთი მოგეხსენებათ არ არის მეზობელი, მაგრამ ნუ ზღვა საქონელი შემოდის საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოს ეკონომიკურად ექსპანსიას ახორციელებენ და ამასთან ჩვენ ვერანაირ კონკურენციას ვერ ვწევთ. შესაბამისად, წარმოება ძალიან რთულად ვითარდება საქართველოში. შეიძლებოდა უფრო კარგათაც, მე ვახსენე ხელისუფლებების ყველა შეცდომები და ამ კუთხით ნაკლები ყურადღების გამახვილება, მაგრამ დღეს რაც გვაქვს ესა ვართ, ესა გვაქვს და აქედან გამომდინარე თუ წარმოება არ განვავითარეთ, ჩვენი საკუთარი წარმოება არა ყველა პროდუქციის, რა თქმა უნდა, გამორიცხულია შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა ძირითადი კვების პროდუქტებზე გვაქვს ახლა ჩვენ კონცენტრირებული, ამ მიმართულებით თავისუფლად შეიძლებოდა ბევრად მეტის გაკეთება, როგორც სოფლის მეურნეობის, აგრარული დარგის მიმართულებით, ისე არსებულ სისტემაში რას ვშვრებით, ან რა უნდა გავაკეთოთ და იმისთვის რომ ერთი კონკრეტული დავუშვათ ნივთის ღირებულება ამ შემთხვევაში ისევ სასურსათო, ძირითად სასურსათო კალათის პროდუქტებზე მაქვს ლაპარაკი, პირობითად პრემიერმა მოიყვანა გერმანია და რადგან ასეთი პოპულარულია ეს ფრაზა და ეს დავუშვათ შეფასება იგივეს გავაგრძელებ, თუ გერმანიაში გერმანული პროდუქტი ღირს პირობითად რაღაც X თანხა, ის საქართველოს შეიძლება ღირდეს შემოტანის და ყველაფრის გათვალისწინებით 2-3, მაგრამ არა 10X თანხა, ხო? აი ეს დისბალანსი რისი მანიშნებელია და ამ შემთხვევაში მინდა რეალურად ბაზრის მოთამაშეები, წარმოებლები, იმპორტიორები ან დისტრიბუტორები და დავუშვათ რიტეილ სექტორი, სადაც შედის ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი. აი ამ სამ ჯაჭვში რეალურად რომლის მხარეს უფრო არის ფასების ასეთის გაზრდილი ფასების პასუხისგებლობა და იქ საკმაოდ კარგი ციფრები იყო მოყვანილი 86%-იანი დანამატი და პრემიერმა თქვა რომ მე არც ვიცი ქვეყანა სადმე შეიძლება თუ არა ასეთი დანამატიო ბიზნესი მუშაობდეს ძალიან დიდი მაღალი მოგების მარჟაზე სასურსათო პროდუქტებში მართლა არ ვიცნობ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი ჟურნალისტური ბიზნეს გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება თქვენ ცნობდეთ რა არის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში რიტეილ სექტორის მხარეს ანუ ეგრეთ წოდებული მსხვილი ქსელური მარკეტების მხარეს არის პრობლემა დისტრიბუტორების იგივე იმპორტიორების რომელთაც შემოაქვთ ეს პროდუქცია თუ წარმოებლების მხარის ნაწილს აუცილებლად ცალკე შევეხებ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ ალბათ ყველაზე რთულად გაქვთ საქმე იმიტომ რომ თვითონ რიტეილ სექტორის შესვლაც კი გიჭირთ ანუ დახსე რომ მოხდეს ქართული პროდუქცია ეს ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული ამას ცალკე ვიკითხავ ამ ორი სეგმენტიდან პასუხისგებლობა
რომლის მხარეს არის თუ თანაბარია ეს პასუხისმგებლობა? თუ კანონმდებლობის ბრალია რომ ქვეყანაში ეს სათანადოდ არ რეგულირდება? დიახ, ძალიან კარგად აღნიშნეთ. წეგან მე როცა უცხოელ წარმოებებზე ვლაპარაკობდნენ, ვეღარ დავასრულე, ამას ემატება ტრანსპორტირება, გამბაჟება, შენახვის ხარჯები, ლოჯისტიკური და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აძვირებს პროდუქტს. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენს ახლა დასმულ შეკითხვას. დიახ, ყველა მონაწილე ბაზრის თავის წილ პასუხისმგებლობას ატარებს ნამდვილად ამ შექმნილ სიტუაციაში, თუმცა მე არ ჩამომართვათ ჩემს ასე ვთქვათ სუბიექტურ განწყობაში, მაგრამ ყველაზე ნაკლებად წეღანაც ვისაუბრე, რა თქმა უნდა, ქართველი მწარმოებლები არიან ამაში დამნაშავე. აქ არის იმპორტის საკითხი, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და შემდეგ რა თქმა უნდა რითეილი. თუმცა ესე ცალსახად მარტო რითეილისკენ ხელის გაშვერა არ არის სწორი, იმიტომ რომ დამეთანხმებით, თუნდაც თქვენ უბანში, როდესაც გადიხართ ხორცის ან ქათმის ან ყველის საყიდლად. სულაც არ არის აუცილებელი რითეილში შეხვიდეთ, ხორცის მაღაზიების ქსელიც არის, ხო? არანაირი კეშბექი იმათ არ აქვს და არაფერი. შედით და ნახავთ რა ღირს ხორცი, რა ღირს ყველი, სულგური თუ ემერული. ეს რითეილის ბრალია? არ არის ეს რითეილის ბრალი. საერთო ეკონომიკური ანუ ეს არ არის მხოლოდ მსხვილი სუპერმარკეტების ბრალი, ეს არის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ბრალი. დაურეგულირებელი, უკონტროლო, განუსაზღვრელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და თუ ამ სფეროში არ შემოვიდა რაიმე თამაშის განსაზღვრული წესები, პირველ რიგში გულისხმობ, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ჩარჩოს, მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით, კონკურენციის მიმართულებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ფულის ბიზნესის თვისებაა, სრულებით ბუნებრივი თვისება, მეც ბიზნესმენი ვარ, რომ ეს ამერიკელია, ქართველია, იაპონელი თუ ჩინელი, ბიზნესის თვისება, რომ ის ისრაფის მეტი და მეტი მოგების. ეს უნდა დარეგულირდეს ეკონომიკური სწორი პოლიტიკის გატარება. რა არის ფასების წარმოქმნის თავარი ამბავი? მოთხოვნა მიწოდება. ელემენტარული ეკონომიკური კანონის საკითხია. ეს არ არის სწორად დარეგულირებული. სწორი პოლიტიკა რა არის? თქვენ საუბარი დაიწყეთ მთელი ამ საბჭოთა კავშირის დაშლიდან შემდგომ პერიოდის განმავლობაში სიტუაციის ანალიზით და სწორი პოლიტიკა რა არის? მე ყოველ შემთხვევაში მთელი ამ წლების განმავლობაში მესმის რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. თავისუფალი ბაზარი, შესაბამისად ბაზარი არ რეგულირებს ყველაფერს და არაფერს რეგულირება არ ჭირდება. ეხლა უცებ ვიგებთ რომ დიახ ბაზა თუნდაც ამ მიმართულებით ცოტა ხნის წინ გვესმოდა რომ მედიკამენტების ნაწილში იყო რეგულირების საჭიროება, თუმცა იქაც ბოლომდე ვერ მოგვარდა ეს პრობლემა და კიდევ ერთხელ უბრუნდება ხელისუფლება ამ ნაწილს, მაგრამ ეხლა გვესმის რომ დიახ ამ ნაწილში არის რეგულირება. ეს თვითონ ბიზნესმენის გადმოსახედიდან არსებულ რეალობას როცა შეცვლის თუ შეცვალა რა თქმა უნდა, მოაგვარებს კი იმ პრობლემას, რასაც მაღალი ფასები ქვია? დარწმუნებული ვარ, სწორი რეფორმის სწორად გატარებული, გააზრებული, კვალიფიციური უმაღლესი დონის პროფესიონალების ჩართულობის შემთხვევაში, რომელიც საქართველოში უხვად ყავს, შეიძლება ძალიან უხვად არა, მაგრამ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებადია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მანამ სანამ საქართველო თავისი მოხმარების 80%-ის მოსულობით რჩება იმპორტ დამოკიდებულ ქვეყნად, რა თქმა უნდა, რისკები ყოველთვის იარსებებს. მოგვარება შესაძლებელია. წეგან რითეილი ვახსენეთ. აქ პრობლემა არის რამოდენიმე რაც პრემიერმაც ახსენა და ჩვენც ამას დიდი ხანია წლები ამ საკითხებზე ვსაუბრობთ. პრობლემა რა არის? პრობლემა არის რამოდენიმე საკითხი, განსაკუთრებით კომერციული პირობების საკითხი, რომელსაც რითეილ ქსელები უყენებენ მიმწოდებლებს, როგორც დისტრიბუტორებს, ასევე მწარმოებლებს. და ამ პირობებში მწარმოებისთვის განსაკუთრებით ის პირობები, რასაც ისინი გვიყენებენ, აღარ ჩამოვთვლი ხა ბევრჯერ ვისაუბრე გუშინაც, დღესაც და ყველასათვის ცნობილია. ეგრეთ წოდებული შესვლის გადასახადი, ეგრეთ წოდებული კეშბექი, ეგრეთ წოდებული დაღზე განთავსების გადასახადი, ვადები, გადახდის პირობები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ყალიბდება ესეც სურათად, რომ პარტნიორული ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულების მაგივრად ვიღებთ ერთი მხარის სრულსარგებელს, უზარმაზარ მოგებებს, მეორე მხარის ზარალის და გაკოტრების პირას მოყვანის ხარჯს. გამოლოდინი რომ აი ეს სამუშაო რაც ახლა მიმდინარეობს და მათ შორის გუშინდელი შეხვედრის შემდგომაც დაგჭირ შთაბეჭდილება რომ ეს სისტემა შეიძლება შეიცვალოს და მოგვარებადია. გუშინ ძალიან ბევრჯერ ითქვა ყველა მინისტრის გამოსვლაში იქნებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ეკონომიკის რომ დიახ ქართულ მწარმოებლებს რეალურად აქვთ პრობლემა და ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო. გაქვთ განცდა რომ ამჯერად მაინც მოგვარებადია ეს პრობლემა? არ დაგიმალავთ, მაქვს ესეთი განცდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს მწარმოებელთა ასოციაცია, ამაში ვართ გაწევრიანებული და წლებია ვცდილობთ ამ საკითხის მოგვარებას არაერთ
სახელმწიფო რგოლთან ეს იქნებოდა პარლამენტი, მთავრობა, მინისტრები, კონკურენციის აგენტო თუ სხვა. არაერთი წლები 10 წელზე მეტია შეიძლება ისე გარბის წლები რომ ზუსტად ვერ დავთვალოთ 12 თუ 14, მაგრამ წლებია და ვერაფერს ვერ მივახციეთ. ყველაზე დიდი შედეგი რაც ამ ბრძოლის შედეგად დავდეთ იყო კონკურენციის აგენტომ მაშინაც ირაკლი იყო ლექვინაძე ჩემი დიდი მეგობარი დიდ პატივისცემ მას დადო რეკომენდაცია მისცა პარლამენტს და მთავრობას რომ ამ სფეროს საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელია შემუშავდეს საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩო. პარლამენტშიც იქნება ეს იყო და ეს რასაც მივახციეთ. ისიც დაიდო მაგიდაზე და იმის მერე მგონი 3 წელია გასული და აი დღევანდელი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაიწყო ეს პროცესი და მე იმიტომ ვარ იმედიანად რომ განცხადება მერე არ იყო გასული რამოდენიმე დღე იმ წუთას დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან რაც ძალიან სწორია, ძალიან კარგია. გუშინ უკვე ჩვენთან იყო მწარმოებლებთან შეხვედრა. გუშინ პრემიერმა განაცხადა რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოაწყობს უკვე ყველას ჩართულობით ცალ-ცალკე კი არა, ყველა სექტორის წარმომადგენლები იქ ღიად ვისაუბროთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებზეც, სურვილებზეც და კამათზე. ღია იყავით დაუშვათ პრემიერთან საუბრისას, ყველაფერი რასაც ფიქრობდით, რეალურად უთხარით, გქონდათ ამის საშუალება, ანუ ის პრობლემები რომელიც ახლა თქვენ გაწუხებთ, საჯაროდ იყო მისთვის თქმული ერთია ეთერში თქმა, მეორეა პრემიერს და მინისტრებს როდესაც პირდაპირ ეუბნებით. რასაკურველია, სრულებით დასამალი რა არის. პირდაპირ ღიად სამჯერ ავიღეს სიტყვა და ყველაფერი ის რაც სათქმელია, ყველაფერი ის ძალიან ღიად ითქვა და ძალიან კარგად იქნა მიღებული პრემიერის მიერაც და იქ სხვა მინისტრებიც ისხდნენ და ყველანაირი საკითხი რომელსაც მე ვჭრიდი და თუ სხვა წარმომადგენელი წარმოებების ჩვენი იქ დამსწრენი ძალიან კარგად იქნა მიღებული და ძალიან სერიოზული დაპირებებიც გაიცა რომ აპრილის ბოლომდე არა აქ ახლა ამას მნიშვნელობა ორი კვირით ადრე თუ ორი კვირით მერე იმ ხელა საკითხია. ეს ყველაფერი მოგვარდება. გარდა ამისა, ბარემ ვისარგებლებ შემთხვევით და მე პრემიერთანაც განვაცხადე ფინანსთა მინისტრი ესწრებოდა გუშინ ამ შეხვედრას, ბატონ ლაშა ხუციშვილსაც მივმართე. მარტო ჩვენი საქმე კი არ არის ეს ფასების რეგულირების საქმე. ჩვენ რომ ბიზნესი ვაკეთოთ, ხომ მუდმივად გვჭირდება დაფინანსების წყაროების მოძებნა. საქართველოში ჩამოყალიბებულია იქაც საბანკო სფეროში. შეხედეთ რა სურათია. დავასახელებ ახლა იმ ორ ბანკს, კიდევ ყველაფერი კარგად ვიცი. TBC საქართველოს ბანკი. TBC საქართველოს ბანკი, სხვაებიც არიან, მაგრამ ეს ორი ფლობს თლიანად ბაზარზე სიტუაციას და წარმოებელი ბიზნესმენი გინდა არ გინდა დაფინანსების მოსაძიებლად მიდის ბანკთან. მაშინ, როდესაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ბანკების გარდა უამრავი სხვა დაფინანსების წყაროები არსებობს. ვერ ეღირსა ეს ქვეყანა საფონდო ბირჟის შექმნას და კაპიტალის ბაზრის შექმნას. ან როგორ ეღირსება, როგორც დავიწყე საუბარი, როდესაც ადგილობრივი წარმოება არ არსებობს და ყველაფერი გადასულია, გამოიტანე იმპორტი, იყიდე, გაყიდე მარტივად. ამის გარეშე ისევ მივდივართ ბანკთან და უკაცრავად წარმოება რომ მიდის ბანკში, რა პროცენტები არის წლიური თვით? ეს არ არის ფაქტორი? ეს არის უზარმაზარი ფაქტორი. იყო იქ საუბარი ამ თემაზე? მე დავწვე ეს საკითხი, ლაშასაც მივმართე, ბატონ ლაშას, თუმცა მისი გადასაწყვეტი ეს ნაკლებად არის, უბრალოდ ფინანსთა მინისტრია, ეს ეროვნული ბანკის თემაა. და კიდე იქვე მარტო სესხებზე არ არის ლაპარაკი. წარმოებას აჭირდება მანქანა დანადგარები. ამისათვის არაერთხელ წლების წინ გამომიყენებია ლიზინგის ფორმა. დღეს ლიზინგში რომ იბრძანდეთ 24%-ია წლიური დანადგარის შესაძენად. ლარში ნომინირებული გინდათ ვალუტაში შეიძლება ცოტა ნაკლები. რაზე ვსაუბრობთ? მეტი ფაქტორი რა გინდა? კი ბატონო. ძალიან დიდი ვიტყვი, ქალბატონომაია ორი წამით გუშინ ეს საკითხის თქვი, ვისარგებლებ შემთხვევით ეს მთავრობის კომპეტენცია არ არის, მაგრამ მუნიციპალიტეტით საკმაოდ არასამართლიანად გვექცევა. ქალაქ თბილისის მერიას გულისხმობ. ბატონ ირაკლის გუშინ ეს მოახსენე, სადისტრიბუციო მანქანების დაჯარიმების პრაქტიკა წარმოუდგენელი თანხებით უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. მიმართავ ვისარგებლებ შემთხვევით ბატონ კახასაც, ეს ქონდა ამაზე საუბარი, ვიცემერებსაც 50-100 ლარი იმისთვის რომ მანქანა გაჩერდა მაღაზიასთან. უკაცრავად არაერთხელ ვისაუბრია, თავისი შეფრინდება ეს პური და შაქარი მაღაზიაში. როგორ შეიძლება 10,000-ობით ლარზეა თვეში ლაპარაკი ჯარიმებზე დიდი კომპანიები. ძალიან დიდი ბევრი ფაქტორია და ძალიან დიდი მადლობა. მე აქვე მაყურებელს ვეთქვი რა ხუთშაბათს ღამის ბიზნეს პარტნიორს ჩვენ ამ თემას უფრო ვრცლად ვაპირებთ საუბარს, დრო მოგცემს იქ უფრო მეტი საშუალებას და სიამოვნებით გეპატიჟებით ამ ეთერშიც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ, რომელსაც აშკარად გავრცობა და უფრო დეტალური განხილვა ჭირდება. ალექსანდრე რატიშვილი. მეტი დრო ჭირდება. დიდი მადლობა, კარგად გაგებთ. ამ თემაზე ბუნებრივია გავაგრძელებთ გადაცემის ბოლოსაც გიორგი კაპანაძე ჩემი თანაწამყვანი იქნება ამ თემით პირდაპირ ეთერში.